დავით დარახველიძის შემდეგ იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების მოგვარება უკვე სუბარს მოუწევს. ამ პოსტზე სხვა მინისტრებთან ერთად სუბარი პრემიერ-მინისტრმა განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად წარადგინა, რით დაამახსოვრა თავი სუბარის წინამორბედმა დევნილ მოსახლეობას და რა გაკეთდა მისი მუშაობის პერიოდში. ეს საკითხები დევნილთა ჩასახლებაში დღეს ერთ-ერთ აქტუალურ თემას წარმოადგენს. ეხლა ჩემი ბიჭმა აჭკით გადმოიტანა აი ეს ლობიოი და ისა ხიდე ტრუბაზე გადმოიტანა კინაღამა გადავარდა და დამიღრა. გზარა გვაქვს. ბაღები გვაქვს და გზარა გვაქვს ჩვენაშვილო და აი თუ ის მინისტრი და ისინი გააკეთებენ და ჩვენ მოგხედავენ ხალხსა. ძველმა მინისტრმა რა გააკეთა ისეთიო თავი და გამახსოვრათ. არც ვიცი მე ძველ მინისტრ. არც მე. სახალხო დამცველობიდან ახსოვს მაგის მუშაობა. კაიკეთ, ედიკაცია. დარახველიძე? დარახველიძე ჭკვიანი, ძალიან კარგი კაცი. კაიკეთ, განათლებული კაცი. ესე უცბად რაც გააკეთებდა ისეთი. რაც შეძლო იმან გააკეთა. ანუ მოლოდინი გაქვს რომ სუბარიც გააკეთებს. სუბარიც გააგრძელებს ალბათ თავის ტრადიციები არ უყალატებს. მე ვიცი მაგის მუშაობა, როგორ მუშაობდა და არის სახალხო დამცველი. სოზარ სუბარი აღნიშნავს, რომ დევნილთა პრობლემები მისთვის უცხო არ არის, რადგან სახალხო დამცველობიდან მოყოლებული ეს თემა მის ყველა მოხსენებაში შედიოდა. დავით დარახველიძე დევნილთა სამინისტროს წელიწად ნახევრის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს ის საქმიანობას.